დღევანდელ დღეს ჩვენ არ გქონდა რომ არ მოგვიგო იმის უფლება. მინდა ვიკითხო სად არიან ეხლა ეს ხალხი ალბათ კლავიატურა გააუფუჭდათ. თომაგების ისტორიული ეპიზოდის დადგა ვიმყოფებით მიხეილ მესკის სტადიონზე, სადაც რამდენიმე წუთში იბერია 1999 ლარნეს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში 22 წლის შემდეგ ქართული კლუბი პირველად ითამაშებს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. უფრო კონკრეტულად იბერია გაინაღდებს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს და გააგრძელებს ასპარეზობას ევროპა ლიგაზე. განწყობა შესანიშნავია, ფეხბურთელები სურგებიან, როგორც ვიცი, ბილეთების უმეტესობა გაყიდულია, გულშემატკივარს მხოლოდ ერთი მოლოდინი აქვს, ეს არის გამარჯვება და ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. ნახოთ ახლა პირველი ნახევრის საუკეთესო მომენტები და შემდეგ გავიგოთ რას ფიქრობენ თომაგები პირველ ტაიმში. გამთავრდა ბევრი სახიფათო მომენტი არ ქონია და გავიგოთ ეხლა რას ფიქრობენ გულშემატკივრები და რა მოუდინები აქვს მეორე ტაიმში. მეორე ტაიმში ველოდებით უკეთეს თამაშს, გოლებს, რა თქმა უნდა იბერიის მხრიდან. პირველი ტაიმი მაინც დაზვერვა იყო, ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთის ძალების შეფასება იყო და გუნდებმა არც თუ ისე სახიფათო მომენტები გაცვალეს, მცირე ოდენი უპირატესობა იყო იბერიის მხრიდან, ჩემი აზრით. ქონდა ერთი მომენტი, რომელიც შეიძლებოდა გოლი დასრულებულიყო. და ნახოთ, იმედიანად ველოდებით მეორე ტაიმს და გულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, იბერიას ამ თამაში და შემდეგ ეტაპებზე. და რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთს თლიანად. იბერია დღესდღეობით ქართული ფეხბურთის შემორჩენილი, ასე რომ ვთქვათ, ბოლო გუნდი არის და საქართველოს სახელი უნდა ასახელოს, ასე რომ ვთქვათ და იმედი გვაქვს, რომ გაიმარჯვოს გავა შემდეგ ეტაპზე. წარმატებები იბერიას. პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული იყო, მომენტები შეიქმნა, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტი ესე რომ ვთქვათ, აქტიური თამაში უწევთ ჩვენ ბიჭებს და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტაიმში ეს ყველაფერი გამოვუვათ. დაცვას რაც შეეხება, კარგად თამაშობენ და შეტევაში უფრო მეტი აქტიურობა უწევთ.
ძალიან დიდი ემოციებია. ეს არის 1 და 2 წლის არა, წელი 10 წლების შრომის შედეგი. მინდა ყველას მადლობა გადავიხადო, ვისაც წვლილი მიუძღვის მიდან დაარსებისა ამ წარმატებამდე. დიდება და მადლობა უფას ამ ლამაზი ზეიმისთვის და იმ დიდი პოზიტიური ემოციისთვის, რომელიც თანაზე არის ჩვენ გაგვხადა. მადლობა რა თქმა უნდა ფეხბურთელებს და ჩვენ გულშემატკივრებს. საოცარ სოფლიოში ყველაზე მაგრებს, განუმეორებს, ყველაზე ობიექტურს. ამიტომაც აფასდა ჩვენი შრომა და დღევანდელ დღეს ჩვენ არ გქონდა რომ არ მოგვიგო იმის უფლება, იმიტომ რომ დღევანდელ შინდისელმა გრებმა თარი დადეს და შესაბამისად კიდე ხვალ დიდგორობა შენდება. ჩვენი დიდგორი იყო დღეს ეს. თუმცა ეს უნდა ვიზეიმო და ახალ ბრძოლებში და ახალ ემოციებში კიდევ უფრო უნდა გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობდა. მადლობა მინდა უთხრა ყველას და ულოცავ მთელ საქართველოს, ვინც დღეს მოვიდა გულშემატკივარს, მათ გააკეთეს შეუძლებელი გააკეთეს ჩვენთან ერთად და დაიწერა ისტორია და გილოცავთ ყველას ქართველ კომაგებს, ვინც მართლა ნამდვილად კომაგოს ქართულ ფეხბურთს. მადლობა თქვენ ესეთი ბრძოლისთვის. აი ხა შემდეგ თამაშებზე მოვიდნენ კონფერენს ლიგაზე რომ გავად მოვიდნენ და ისიამოვნო და პირობას დებრო ჯერ ევროპა ლიგის პლეი-ოფს ვითამაშეთ. და შემდეგ უკვე ნახოთ რა იქნება, ყველაფერს უზავთ იმისთვის რომ კიდე გავახაროთ ეს გულშემატკივარი. მადლობა ყველას რა. თოли თამაში გამოვიდა, მიუხედავად 90 წუთში ვერ მოახერხეთ თამაშის მოგება, მაგრამ ხალხმა მოგცა იმის საშუალება, რომ უფრო დიდი ხანი გვებრძოლა, უფრო დიდი ხანი გვეთამაშა კარგად ჩვენი თამაში ქართული ფეხბურთი, რაც საჭიროა დომინანტი ფეხბურთი და გაამართლა ამას შედეგი, გავედით კონფერენს ლიგაზე, ეხლა ვეცდებით აუცილებლად იქნება ევროპა ლიგაზეც გავიდეთ და მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ ფეხბურთელს თუ სტაფის წევრს თუ გულშემატკივარს, ყველას დიდი წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში. ხალხი რო არ მოსულიყო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ვერ მოგვიგო ეს თამაში. ამიტომ ყველამ ერთიანად თლიანმა საქართველოს იდგა დღეს და ამ ყველა ადამიანის დამსახურებაა, რომ დღეს ეს წარმატებას მივაღწიეთ. დიახ, წინაზე აღნიშნე, რომ ამის გამოცდილება არ ქონდა და როგორც ხედავთ, შედეგი გამოიღო ამან და ჩვენ ერთად ყველაფერი ეს შევძელით რა. მინდა მადლობა უთხრა მაყურებელს, ვინც დღეს მოვიდა და გვიქომაგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის მათზე დამოკიდებული და ვულოცავ მთლიანად საქართველოს აბსოლუტურად ამ ისტორიის დაწერას და ამ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ქართული კლუბი ევროტურნირზე ითამაშებს. მინდა ვიკითხო სად არიან ახლა ეს ხალხი, ალბათ კლავიატურა გააუფუჭდათ, იმიტომ რომ არ შეიძლება როცა პირველ თამაშს გუნდი თამაშობს ისეთ პირობებიდან გამომდინარე ჩვენ რაც გამოვიარეთ და მაგ თამაშს მე როდესაც ესეთი კრიტიკა მოდის. მე პირადად ეხა ჩემზე არ მოქმედებს, ეგ მე არ მაინტერესებს ვიღაცების აზრი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდული გუნდი არის ჩვენი და ბევრზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს. ამას ვერ იაზრებს ხალხი, ვიღაცები ჩასაფრებული ხალხს გულისხმობ, თორე დღეს ვიც მოვიდა მაყურებელი, ეს არიან ნამდვილი კომაგები ქართული ფეხბურთის და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა მათ რა. კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი ჩემი აზრით, არ უნდა იყოს უსამართლო. და კრიტიკას გააჩნია კიდე როდის აკრიტიკებ ფეხბურთელს, როდესაც გუნდს 0-0 აქვს ნათამაშები და ერთ კვირაში მეორე საპასუხო ესეთი მნიშვნელოვანი თამაში აქვს, მაგ პერიოდში კრიტიკა ჩემი აზრით მიუღებელია, რაც უნდა ფეხბურთი გვეთამაშა. კიდევ ერთხელ ხაზს უზავ, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მიცოდა რა პირობებში ვითამაშეთ და სად ვითამაშეთ. აქედან გამომდინარე არის ჩემი პასუხიც, რომ უბრალოდ ეს კრიტიკა იყო ჩასაფრებული ხალხისგან და არ მგონია, რომ ბევრმა ძალიან ადეკვატურად გაიგო, ვისაც მართლა გული შეტკივა ქართულ ფეხბურთზე და ადეკვატურად მიიღო ჩვენი ეს ცუდი ხარისხი. იმიტომ რომ როდესაც ახლა შეუძლებელია სლოვანთან ითამაშო კარგად და ამ გუნდთან ცუდად ითამაშო. ის მოხდა გარკვეული პირობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ დომინანტურად ვითამაშეთ და ჩემი აზრით ამ კრიტიკოსებს არ მგონია რაღაცა ხმის ამოღების უფლება ჰქონდეთ, ცოტა ხანი მაინც სანამ დაიწყება ჯგუფური ეტაპი და ასე რომ ეს არის და ეს მეტი არაფერი. სიმართლე გითხრათ, დღეს ისეთი თამაში იყო და იმდენად ყველას ჰქონდა გააზრებული, რომ ზედმეტი საერთოდ არ გვილაპარაკია. ყველა მიცოდა რა იყო სასწორზე და ყველას თავის თავში გააზრებული ჰქონდა რა დონის თამაში იყო და რაზე წყდებოდა, ესე ვთქვათ. ასე რომ ბევრი საუბრის გარეშე უბრალოდ გამოვედი და ჩვენი ხასიათი და ჩვენი ეს ბრძოლის უნარიანობა ვაჩვენეთ სტადიონზე და ამათ შედეგი გამოიღო და მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ბიჭებს, საერთოდ ყველას, ვინც ითამაშა თუ არ ითამაშა. გუნდი მარტო ეს არ არის ვინც თამაშობს, გუნდი არის მთლიანად 20-ვე კაცი და მინდა 20-ვეს მადლობა გადაუხადო თავის მსმენელებიანად და სტაფიანად. დაახლოებით
11 წლიდან უკვე ამ გუნდში ვთამაშობდა, რა თქმა უნდა, ჩემთვის უფრო განსაკუთრებულია, როდესაც შენ კარიერას იწყებ იმ გუნდით და შემდეგ ესეთ ისტორიას წერ, ორმაგად სასიხარულოა და სამაგად და მე ამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ამ გუნდით დავიწყე, ესე ვთქვათ და მეც რაღაც ჩემი წვლილი შევიტანე ამ ისტორიის დაწერაში. მე ვთვლი, რომ დადებითად უნდა აისახოს და ჩემი აზრით мотивация მიეცემა სხვა გუნდებსაც, რადგან დაინახა უკვე ყველამ, რომ თუ ჩვენ შევძელით, შეიძლება რომ მათაც შეძლონ. ასე რომ მე ვთვლი, რომ ამას мотивაციად მიიღებენ სხვა გუნდის წევრები და ვთვლი, რომ ესე ვთქვათ, ჩვენ ეს ნავსი გავტეხეთ და ამის მერე უფრო და უფრო წამოვა ქართული გუნდები ევრო ასპარეზებზე და ევრო ჩემპიონატებზე. პირველ რიგში ულოცავ ყველას. ქართული ხალხი ამ შედეგს 22 წელი ელოდა და მიხარია, რომ ჩვენ დავწერეთ ეს ისტორია. რაც შეეხება ჩემს ემოციებს, ცოტას ვნერვიულობდი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვთამაშობდით, ბურთსაც კარგად ვფლობდით და წინა თამაშთან შედარებით უფრო თავდაჯერებულად გამოვიყურებოდით, თამაშის ბედის მალევე გადაწყვეტა მაინც ვერ შევძელით. დღეს კარგად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში 2 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა, მაგრამ კარგია, რომ დამატებით დროში მოვიგეთ. კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. ყოველთვის ვეუბნები ფეხბურთელებს, რომ დანებება არასდროს შეიძლება. მენტალურ ასპექტზე ბევრს მუშაობთ. კარგია, რომ შევძელით მეორე ბურთის გატანა და საქმის ბოლომდე მიყვანა. თუმცა ამ გამარჯვებით არაფერი მთავრდება. აუცილებლად შევეცდებით, რომ ევროპა ლიგაზე მოხვდეთ. არ ვაპირებთ დანებებას. განწყობა გუნდში იდეალურია და ვეცდებით ძლიერ გუნდებსაც შევეჯიბროთ და სასურველი შედეგი ვაჩვენოთ. კარგად გვესმის, რომ რთული პერიოდი მოდის. როგორც შიდა ჩემპიონატსა და თასზე, ისე ევროთასებზე მოგვიწევს ასპარეზობა. ამისთვის აუცილებელია შემადგენლობის შევსება და ფეხბურთელების დამატება. ვესაუბრე ამაზე კლუბის პრეზიდენტს და ისიც დათანხმდა. კარგად აცნობიერებს, რომ სამ ტურნირზე სათამაშოდ მეტი სიღრმე და რესურსია საჭირო. დამთავრდა კომაგების დღევანდელი ეპიზოდი. გილოცავთ კიდევ ერთხელ ქართული საკლუბო ფეხბურთის და განსაკუთრებით იბერიას გულშემატკივრებს. ნამდვილად ისტორიული დღეა. 22 წლის შემდეგ პირველად ქართული კლუბი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გარანტირებულად ითამაშებს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა წინ არის ევროპა ლიგა და როგორც მოისმინეთ, ფეხბურთელები დანებებას არ აპირებენ და შეიძლებიან, რომ ისტორია გადაწერონ, ასე ვთქვათ. დავუlo ჯამში არ ვიცი როგორი ვიდეო გამოვა, რადგან ბევრი ტექნიკური, ასე ვთქვათ, შეფერხება იყო სამწუხაროდ. სიმართლე რომ გითხრათ, პირდაპირ ეთერშიც ლაივის გაკეთებაც მინდოდა YouTube-ზე, თუმცა რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ასევე ასე ვთქვათ, ტექნიკამ ტელეფონმარისთაც ვიღებდი ამდენჯერმე, ასე ვთქვათ, არ მომცა შესაძლებლობა, რომ რაღაც მონაკვეთები გადამიღო, რამდენიმე ადამიანის ჩავწერე და სამწუხაროდ მამარ ჩაიწერა. მოკლედ, იმედია, რომ საბოლოო ჯამში ისე ამოვნეთ ამ ვიდეოთი, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია, რომ ევრო ტურნირებზეა ქართული კლუბი და ასე ვთქვათ, ხშირად მომეცემა ხოლმე მსგავსი ვიდეოების გადაღების შესაძლებლობა ევრო ტურნირებიდან და წარმატებები ვუსურვოთ იბერიას ევროპა ლიგაზე, შემდეგ იმედია, რომ კონფერენს ლიგა არ მოუწევს, თუმცა მაინც რა თქმა უნდა პირველ რიგში წარმატება ვუსურვოთ ევროპა ლიგაზე და ასევე ბოლოს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გულშემატკივარს, იმიტომ რომ ერთ-ერთმა ფეხბურთელმაც თქვა, რომ არ ყოფილიყო დღეს ესეთი გულშემატკივრობა. შესაძლოა იბერიას არ დაიფიქსირებინა ასეთი შედეგი და მადლობა ყველას, ვინც მოხვედით და მხარი დაუჭირეთ ქართულ კლუბს. ბოლოს, რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი საინტერესო ვიდეოები.